ქუთაისი ევროკავშირის ქოლგის ქვეშ ამ სახელწოდებით ქუთაისში თეთრხიძე პერფორმანსი გაიმართა. რატომ აირჩიეს ქალებმა ქოლგები, რატომ აირჩიეს ქოლგები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით? რატომ დადგნენ მაინც და მაინც ამ უძველეს ქალაქში, რომელიც ისედაც ევროპულია? თითქმის მეათე თვეა მიმდინარეობს აქციები ქუთაისში მერიის წინ და ქალების როლი ნამდვილად არის განუსაზღვრელი ქალების ძალა ჩანს ამ აქციების დროს. კონკრეტულად ის მესიჯი, რაც ჩვენ თავიდან გვითხრეს, რომ შედი ქალო ბუდკაშიო, ეს ჩაიშალა. იცით თქვენ, რომ რანაირი ძალა აქვს ქალებს ამ აქციების დროს. კონკრეტულად დაიწყო მზია ამაღლობელით. მზია ამაღლობელი ქალის სიმბოლო გახდა, ძლიერი და გაუტეხელი ქალის სიმბოლო გახდა. ნინო დათაშვილი, პატიმრების დედები, ჟურნალისტი ქალები, ადვოკატი ქალები და ასე შემდეგ. მე მინდა ერთი რამე გავაჟღერო. სასწორზე დევს საქართველოს მომავალი, ასე თქვა სინდისის პატიმარმა საბა სხვიტარიძემ. მიმართავ ჩემი თაობის ოცნების მომხრეებს. ვეუბნები, რომ ჯერ კიდევ მართლობაში, თავისუფლებაში დაბადებული ახალგაზრდები არ მოსულან მთავრობაში. ხომ ასია, ხომ მეთანხმება ყველა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენ დავინახეთ ახლა. აი ამ ორწლიანი ბრძოლის შედეგად და მე მათი იმედი მაქვს. იმედი ადამიანს არ უნდა გაუცრუდეს. არც გაუცრუდება, ჩვენ ეს დაგვანახეს ახალგაზრდების ბრძოლამ, დაგვანახა პატიმრების ბრძოლამ, მათმა გაუტეხობლებმა და მათმა სიმტკიცემ. ქუთაისელმა ქალებმა ახლა კი არა, ძალიან დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, რომ იცხოვრონ ევროპულად, იაზრონონ ევროპულად, ურთიერთობები ქონდეთ ევროპულად და ყველაფერი იყოს ევროპული. აი ეს არაჩვეულებრივი ხიდიც, რომელზეც ახლა ჩვენ ვდგავართ, არის ევროპული ესკიზებით დამზადებული და ძალიან ბევრი რამე ქუთაისში ტყუილად არ ეძახდნენ ქუთაის პატარა პარიზს. ეს რაც შეეხება ლირულ მხარეს. ხოლო რაც შეეხება ბრძოლას, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ ყველანი, ქალები ძალიან დიდ როლს თამაშობენ. და ქალებმა ყველაზე კარგად იციან, რომ არა ევროპული ღირებულებები, რომ არა ევროპული მომავალი, ჩვენი პერსპექტივა და განვითარება, როგორც ახლა ბანერებზე რომ დიდი სამბი წარწერები არის, ნამდვილად არ გვექნება. არ გვექნება ქუთაისის აეროპორტი, არ გვეყოლება ევროპული ტურისტები, არ გვექნება ეკონომიკური წინსვლა და საერთოდ არანაირი წინსვლა არ გვექნება და როგორც ადრე რკინიგზამ აუარა ქუთაისს, ახლა ძალიან ბევრი რამე აუვლის ჩვენს ქალაქს და იმერეთ ზოგადად.